Salam მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი იქნება პილატესი, ესეთი ბურთით, რომელიც პრინციპში ნებისმიერი 1000 წრე უმანის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ჩვეულებრივი ბავშვების ბურთები რო არის პატარა, ის შეგიძლიათ იყიდოთ და დაფუშოთ, ან იყიდოთ სპორტული ინვენტარის მაღაზიაში, თითქმის ყველგან არის დინამოზე მაგალითად, ან გამოიწეროთ ჩემსავით თემუდან, რა ვიცი, როგორც ქვია. მე დიდი ხანია ვიყენებ და საკმაოდ კარგად მადგება. მოკლედ, ამ ბურთით შევასრულებთ კომპლექსს. თუ ბურთი არ გაქვს და ძალიან გინდათ რომ შეასრულოთ, მაშინ პირსახოცი პატარა ზომის ბალიში ან რამე მსგავსი ტიპის, ან თუნდაც იოგას კუბი შეგიძლიათ გამოიყენოთ. დავიწყოთ. ფეხები გვაქვს ხრების სიგანეზე და ოდნავ უფრო განზე, შებრუნებული ფეხის წვერები, ბურთი გვაქვს აი აქ მოთავსებული და ვასრულებთ. ხო, ბოდიში დამავიწყდა, დაგვჭირდება აუცილებლად კედელი, სკამი, დივანი ან რაიმე კარი, თუნდაც ნებისმიერი რამ, რაზეც შეძლებთ რომ დაიყრდნოთ, იმიტომ რომ რაღაც მოძრაობები შეიძლება ცოტა რთული იყოს და ამის მოდიფიცირებისთვის აუცილებელია რომ გამოვიყენოთ რამე, რასაც დავეყრდნობით. დავიწყოთ. ბურთი ასე, შეგიძლიათ უკვე დადგეთ კედელთან და ისე დაიყრდნოთ და ისე შეასრულოთ მოძრაობა, ან დოინჯად დაიჭიროთ მეორე ხელი. მოკლედ, ვიწყებთ 1 2 3 უბრალოდ ვაგორებთ ბურთს 4 5 შეგიძლიათ ხელი მიაყოლოთ პრინციპში თუ არ ეყრდნობით კედელს 7 8 აქედან შემოვიტანოთ ხელი გავიტანოთ უკან 1 2 3 4 5 6 7 და 8 ჩამოვიტანოთ ხელი კვლავ და პატარა პულსები გვერდზე კონტროლის ქვეშ ფეხები უკვე საკმაოდ კარგად იტვირთება სუნთქვათან 7 და 8 შემოვიტანოთ ბურთი ამოვიდეთ რამდენიმე წამი დავასვენოთ ფეხები და მეორე მხარესაც ვასრულებთ ზუსტად იგივეს ვიმეორებ რომ თუ გჭირდებათ ერთ მხარეს საყრდენად კედელი სკამი ან ნებისმიერი რამ აუცილებლად გამოიყენეთ დიდი პაუზა არ გვინდა ვაგრძელებთ 1 2 3 4 5 თუ ჭირდება თქვენს სახსრებს ამ კომპლექსამდე გახურება, უამრავი გახურების ვარჯიში მაქვს და შეგიძლიათ შეასრულოთ. 8 დავტოვოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვიტანოთ ხელი პატარა პულსები 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვიდეთ საკმაოდ კარგად იწვირთება განსაკუთრებით ბარძაყის წინა კუნთები ბურთი წინ ჩავდივართ 1 2 3 ამოგვაქვს ზემოთ ჩავდივართ 1 2 3 ამოგვაქვს ზემოთ 1 2 3 1 2 3 ზემოთ 1 2 3 ერთხელაც 1 2 3 ზემოთ ცოტა შემოვიტანოთ ფეხები ესე გარმონივით გადავიხაროთ ერთ მხარეს 2 3 და 4 5-ზე აი ესე წრე მეორე მხრიდან ამოდივართ სწორდებით 6 სანამ ისევ ფეხებით გავაგრძელებთ კომპლექსს 7 და
8. Ჩამოვიტანოთ ბურთი. მე დავდგები გვერდულად, რომ მარტივად აღსაქმელი იყოს თქვენთვის. ეს. აი ასე. ბურთს ვიდებთ. აი აქ, მუხლებს შორის. ხელებით აი ესე დაეყრდენით. ამოვდივართ, ჩავდივართ. ეს პრინციპში დაყრდნობის გარეშეც შეგიძლიათ შეასრულოთ. სუბუქი, იმისთვის რომ ტერფებით კარგად დავტვირთოთ და რეალურად ატომღაც ტერფებზე მუშაობა სულ გვავიწყდება ხოლმე, ავიწყდებათ ხოლმე. არა და ტერფი არის ერთ-ერთი ჩვენი სხეულის საყრდენი, მთავარი და მნიშვნელოვანია ესეთი კარგი აქცენტები გავაკეთოთ ხოლმე მასზე. ამოვდივართ. 1 2 მხოლოდ მუხლებში ვიხრებით 3 4 5 6 7 8 ჩავდივართ 1 ფეხის წვერი 2 3 ესადაც ბურთი ისე დაიჭიროთ მუხლებით რომ არ ჩამოგივარდეთ 6 7 8 გავასწოროთ ავდივართ ზემოთ ჩამოვდივართ გადავდივართ ქუსლებზე 1 2 3 4 5 6 გაითვალისწინეთ რომ ზურგით არ ვართ მოხრილები სწორად არის ჩვენი ზურგი 7 და 8 ამოვდივართ ჩავიდეთ აქ ახეთ დააკვირდით ჩავდივართ პატარა პულსი ამოვდივართ ჩავდივართ ძგაფ ამოვდივართ 1 2 ამოვდივართ 3 4 ამოვდივართ 5 6 7 8 ჩავდივართ ფეხის წვერები ძგაფ ჩამოვდივართ სწორდებით 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 ჩასვლა ფეხის წვერები ძგაფ ფეხის წვერები ამოსვლა 2 3 4 5 ვიღებთ ბურთს ვათავსებთ ეს ბარძაყის უკანა კუნთსა და წვივს შორის 1 2 აი ესეც შეგიძლიათ დაეყრდნოთ თუ სკამი არის აი ესე ოღონდ ეცადეთ რომ წინა ფეხი ძალიან უკან არ დაგჩეთ ხო ესე არ იყოს გადაჭიმულები ახლოს მიიტანოთ საყრდენთან 3 4 5 6 7 8 გვერდზე უკან 1 2 მე გამიცურდა ხო და რაც ყველაზე მთავარია თამავიწყდა რომ ბურთი უნდა იყოს ოდნავ დაფუშულ მდგომარეობაში 5 6 7 8 1 გვერდზე 2 3 4 შემოკეცილი 5 6 7 8 დავფერთხოთ ფეხები და მეორე მხარეს იგივე ხა მეორე მხარეს როგორ გაჩვენოთ მოდი შემოbrundები ოკეი ასე დავდგები ოდნავ მოხან მოდი ესე დავდგები ანუ ვიცი როგორ გაჩვენოთ იყოს ეს ნაწილს ესე გაჩვენებთ ნაწილს გვერდიდან დახრილი ხართ ეს ჩათვალეთ რომ აქ არის საყრდენი 4 5 6 7 8 ბურთს თუ ჭირდება გასწორება ასწორებთ და აგრძელებთ 1 2
ეგ გვერდიდან ასე. 3 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 ავიღოთ ბურთი დავფერთხოთ ფეხები დავასვენოთ და ნაწილ მოძრაობებს უკვე ვასრულებთ ხალიჩაზე დაწოლილ მდგომარეობაში. ოკეი, გავასწორეთ ხალიჩა. ჯერ ცოტა ხანი ბურთი გადავდოთ. მხრების ქვემოთ არის იდაყვები. ზურგი არის სწორად. არ გვაქვს არც ესე ჩავარდნილი და არ ვართ დაკიდებული მხრებზე და არც ამობურცული არ არის. დავიწყებთ ესეთი მარტივ მოძრაობით. 3 4 5 ჩვენი მიზანი არ არის რაც შეიძლება ზემოთ ავიქნიოთ ფეხი. ჩვენი მიზანი არის კარგად დავტვირთოთ ჩვენი საჯდომის კუნთი. 7 და 8 1 და ნახეთ ჩასვლა შემოტანა 2 ჩასვლა შემოტანა 1 ჩასვლა შემოტანა 5 ან 4 არ ვიცი ამერია იყოს ახლა 5 6 7 და 8 შემოვიტანოთ ფეხი დავასვენოთ ცოტა ის მენჯები ერთ მხარეს მეორე მხარეს იგივენაირად 1 ეცადეთ კონტროლის ქვეშ შეასრულოთ მოძრაობა 3 4 5 6 7 8 1 ჩასვლა ამოსვლა შემოკეცვა 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვკეცეთ დავასვენეთ ესე ავიღოთ ბურთი დავიჭიროთ მუხლებით და კორპუსის რამდენიმე ვარჯიში შევასრულოთ 1 ამოსუნთქვა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა 3 4 5 7 და 8 საკმარისია გადავიდეთ უკან აი ესე დავწვეთ ხალიჩაზე ეს ერთი ფეხი ზემოთ ხელიც ესე გასწრებ ან ასე როგორც გირჩევნიათ აგვაქვს ფეხი და ვეცდებით ბურთს ესე დავაჭიროთ რომ შევქმნათ იმიტაცია იმისი რა ჩასუნთქვის დროს ნახეთ ვაჭერთ ვათავისუფლებთ ხო ხელს არ ვწევთ ზემოთ მაგრამ იმისთვის რომ მარტივად აღიქვათ მაგიტო 2 3 4 5 6 7 და 8
ესე 1 2 3 4 5 6 7 და 8. ამოვიდეთ და ისვენა ცოტა ჩვენმა ზედატანმა, ამიტომ რამდენიმე მოძრაობა მივამატოთ. ამჯერად ერთ მხარეს ბურთი, ესე და მეორე მხარეს ესე ფეხის ანწევა. 1 2 3 4 5 6 7 და 8. მეორე მხარეს 1 2 3 4 5 6 7 და 8. შემოვიტანოთ და გავიწელოთ კარგად. ფეხები ხრების სიგანეზე, საჯდომი ქუსლებზე. წინ გავქაჩოთ ხელები, შუბლი იატაკზე. ესე მოვადუნეთ მაქსიმალურად სხეული. ამ კომპლექსში შეგიძლიათ ვარჯიშის შემდგომი გაწევლები მიაბათ, რომლის ლინკსაც აქვე დავტოვებ, რომ კარგად გაიწელოთ და თუ დრო გაქვთ ბოლომდე დაასვენოთ სახსრები და შემაერთებელი ქსოვილები, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვარჯიშზე, არ გავწყდებათ ჩემი არხის გამოწერა. აბა დროებით.